ლევან სამუშია, თავისუფალი დემოკრატების წევრი შემოგვიერთდება პირდაპირ ეთერში. ბატონ ლევან, მოგესალმებით და მთავარი კითხვა თქვენს სხვა ოპოზიციური ლიდერების მსგავსად მინდა დაგისვათ იმ გეგმებზე, რომლებიც შესაძლოა ჰქონდეს ოპოზიციას, როგორ იმოქმედებს ოპოზიციური გაერთიანება კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შეუერთდებით თუ არა თქვენს შესაძლო ქუჩის აქციებს. პირველ რიგში მოგესალმებით პატა, მინდა გისურვოთ რომ რა რეჟიმშიც და როგორ ფორმატშიც მაუწყებლობთ, იმ ფორმატში გაარაგზოთ მუშაობა, მაგრამ ეს ალბათობა ძალიან ნაკლებია, ვინაიდან დღეს კარგად მოგეხსენება თუ რა დღეში არის სასამართლო სისტემა და სასამართლო ხელისუფლება. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარეობს ბრძოლა ინსტიტუციების წინააღმდეგ, საკანონმდებლო აღმასრულებელი ხელისუფლება, დღეს უკვე სასამართლო ხელისუფლებაც სრული კონტროლის ქვეშ არის ქართული ოცნების ხელისუფლებისა. ამ შემთხვევაში ჯერი დადგა და რიგი დადგა მედიის და თქვენი, როგორც ყველაზე დიდი კრიტიკული მედია საშუალების, ამ შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ სიტყვის თავისუფლებას ამ ქვეყანაში ძალიან დიდი საფრთხე ემუქრება, ხოლო რაც შეეხება თავისუფალ დემოკრატებს, თავისუფალი დემოკრატები დღიდან ამ პროცესის დაწყებისას საუბარია ქართული ოცნების ხელისუფლების პროცესზე რუსთავი ორის წინააღმდეგ, ჩვენ ვიდექით რუსთავი ორის გვერდით, ვიდექით სიტყვის თავისუფლების გვერდით, სამართლის გვერდით და ჩვენ ასე გავაგზავნებთ ბოლომდე დგომას. კი, ჩვენ გვახსოვს თქვენი მხარდამჭერი განცხადებები, მაგრამ მე უფრო კონკრეტულად მაინტერესებს შეუერთდებით თუ არა ქუჩის აქციებს, მიიღებთ თუ არა მონაწილეობას რუსთავი ორის ფიზიკურ დაცვაში, რაზეც დღეს ძალიან ბევრი ლაპარაკობდა აქციაზე. მე დღეს თქვენი აქციიდან გერთვებით და ჩვენ პარტიის მხარდაჭერას გიფიქსირეთ, ასე რომ სადაც იქნება სიტყვის თავისუფლების დაცვა, ჩვენ იქ ვიქნებით ბუნებრივია, ხოლო ეს რა ფორმატით იქნება და როგორი ფორმატით იქნება, ამაზე ხა ჯერ საუბარი ნაადრევი არის, ჩვენი პოლიტიკური გუნდი იქნება ყოველთვის სამართლიანობისა და სიმართლის გვერდით. მე მახსოვს, როდესაც 2008 წლის 2007 წლის 7 ნოემბერს მოხდა იმედის დარბევა, მე პირადად გახლდით და პირადად როგორც პროფესიული თვალსაზრისით ვიცავდი იმედის ჟურნალისტების ინტერესებს, დღეს ვდგავარ აქ, ვინაიდან უჭირს ისევე მედიას, უჭირს სიტყვის თავისუფლებას, ეს არ არის მარტო რუსთავი ორის წინააღმდეგ მიმართული პროცესი, მე ვახსენე ინსტიტუციები, აქ თქვენ თუ კარგად გაავლეთ თვალყურს, ეს პირველ საზოგადოებრივი არხის წინააღმდეგ მიმდინარე მოვლენები მიბმულია პირდაპირ რუსთავიორთან, ვინაიდან სრულ კონტროლ ქვეშ ყავდეს ხელისუფლებას მედია საშუალებები და დარჩენილია ბოლო ბასტიონი ამ შემთხვევაში პრეზიდენტის ინსტიტუტი, რასაც საკონსტიტუციო ცვლილებით ალბათ საერთოდ ბუდისტის ჯარგონზე და გამოშიგნავენ და მივიღებთ იმ მართლობას, რა მართლობასაც ქვია ავტოკრატიული მართლობა ქვეყანაში. როგორ გონიათ გაუძლებენ მოსამართლეები იმ ზეწოლას, რომელზეც პოლიტიკოსები საუბრობენ, რომელიც თითქოს და არსებობს ხელისუფლების მხრიდან მათი მისამართით და უფრო როგორ გადაწყვეტილებას მოელით დღეს თქვენ? მე ვთქვი, რომ სამწუხაროდ პროგნოზები მაქვს ნეგატიური, ვინაიდან სრულად აკონტროლებს ქართული ოცნების ხელისუფლება სასამართლო სისტემას. ის გასული 9 წლის განმავლობაში რა მანკიერი პრაქტიკა არსებობდა და როგორც წინა ხელისუფლებას ნაციონალურ მოძრაობას ყავდა დააპრობილი სასამართლო სისტემა, არაფერი არ მომხდარა. პერსონალიებიც კი არ შეუცვლიათ პირდაპირ გეტყვით, მეტიც ნაციონალური მოძრაობის დროს დაბალ რანგში მყოფი მურუსიძე დღეს უფრო აღმატებულ ხარისხში იქნა აყვანილი. აქედან გამომდინარე პროგნოზები იმისა, რომ რაიმე დადებითი იქნება, მე სამწუხაროდ ამის არ მაქვს, მაგრამ დაველოდოთ მოვლენებს, ვინაიდან უზენაეს სასამართლოში მჯერას, რომ არიან ის მოსამართლეები, რომლებიც კრიტიკულას დააფიქსირებენ, მაგრამ რამდენად საკმარისი იქნება ამ მოსამართლეების რაოდენობა, უკვე ეს საეჭვო არის. ასევე მინდა ვთქვა, რომ ქართული ოცნების წარმომადგენლები საუბრობენ, რომ ეს არის ორ კერძო სუბიექტ შორის დავა და შემდგომ ამის სიტყვას როდესაც დაამთავრებენ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ რუსთავი ორის წინააღმდეგ, ეს პირდაპირ მიუთითებს დაუფარავად ხელისუფლების რახვებზე თავისუფალი სიტყვის ჩახშობისათვის, რაც არის მიმართული ამ შემთხვევაში კონკრეტულად რუსთავი ორის წინააღმდეგ. კი ბატონო, და თქვენი შეფასებით, თქვენი მოლოდინით როგორ განვითარდება პროცესები ქვეყანაში სასამართლოს კონკრეტული ამა თუ იმ გადაწყვეტილების შემთხვევაში? სასამართლოს უსამართლო გადაწყვეტილების შემდეგ მე უსმენდი წინა გამოსვლელებს და წინა დღეებში ამაზე და თვეების განმავლობაში იყო საუბარი ამაზე, არც ერთ ხელისუფლებას საქართველოში არ შერჩენია ამ შემთხვევაში მედიის წინააღმდეგ ბრძოლა და სამწუხაროდ როგორც ხედავთ, ეს ქართული ოცნება ვერ სწავლობს შკოლას წინა ხელისუფლებების შეცდომებიდან გამომდინარე, მე მეცაც გეტყვით, როდესაც დღევანდელ ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფი
პირები სავსებით სამართლიანად აკრიტიკებდნენ იმას, რომ წინა ხელისუფლების დროს იზრდებოდა მედიის თავისუფლება და იყო ძალიან სერიოზული პრობლემები, დღეს ეს ადამიანები აპრავებენ ამ ყველაფერს სხვა კონტექსტით და საუბრობენ, რომ ორ კერძო სუბიექტს შორის არის და აქ არაფერი არ შესულია შეიძლება ეთქას, ძალაუფლების თქმობას არიან მიცემულები, რაც ძალიან ცუდად დამთავრდება შეიძლება. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. თავის შეფასებას მიცემს აუცილებლად და საზოგადოება. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. ლევან სამუშია, თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი გვერდთობოდა პირდაპირ ეთერში.